მოგესალმებით ყველას. პირველი ვიდეო არის, რავი, გადავწყვიტე, რომ დავაფიქსირო, შევაჯამოთ, ალბათ ნახეთ. სოფლიო ჩემპიონატი, ფინალი. ასევე ხო, მიკროფონი ჩართული. ხო, ასევე ხო, რეაქტი და ასე შემდეგ, მოდი შევაჯამოთ. პირველი იმით დავიწყებ, რომ პირველად, მეგობრებო, ვუყურე 104-ვე მატჩს. გონი 104 იყო, ხო? რაც იყო 6-ზე, 7-ზე, დილით ვგებოდი, როცა ვიღვიძებდი, გადავახვევდი, ბევრი სვარკა თამაში იყო, აი საშინელება რა. და რავი რა, ხო, მასი არ მიქნია ყატარი 2022-ში, ცოტა აცრუებული ვიყავი იქ არაბეთში, რომ ატარებდნენ და რამე რაღაცა ისე ვიყავი, მაგრამ რა ვიცი, შედარება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო კატასტროფა. ეს ჩემი პირადი აზრია და ბევრი სტრიმებიც რო იყო ხოლმე, ბევრი წერდა ეს რა თამაშებია, ეს რა სკავს რამ. სრული მარაზმი, საშინელება. ამერიკა არ ვიცი, აი გიჟდები ძალიან მაგრად მიყვარს რამე, მაგრამ მოდი ჩვენში დარჩეს და არ იყო და არ შეესაბამება მსოფლიო ჩემპიონატი მანდრო ჩატარდეს. გამორიცხული ეს ჯერ წყლის შესვენება cooling break-ი და ასე შემდეგ. კატასტროფაა, მეგობრებო. გავიგეთ ბაზარი არა ვეთახმები, როცა ცხელა კი ბატონო, მაგრამ არ იყო, ანუ მაგ განხრით არ იყო, მეგობრებო. მანდ გეტყვით რა იყო სინამდვილეში, უბრალოდ ჩვენთან საქართველოში ეგ რეკლამები იბლოკება და თვითონ ამერიკული ტელევიზიები და უცხო ტელევიზიებზე გადიოდა რეკლამები ისეთი, რომ რავი, ეს თვითონ ოფიციალურად აქაც ისაუბრეს ტელევიზიებში ქართულზე. ძალიან დიდ თანხას უხდიდნენ რა ვიცი, ჩვეულებრივი, ძალიან ბევრი ფული იშოვეს მოკლედ რა და მაგიტო პლუს რა. ცალკე მუსიკები ბაზარი არა, უმეტესობა კაი იყო, იცით რომ, ვინც ხართ. ძველი მაყურებლები იცით რომ მე ბეისბოლის მაყურებელიც ვარ, NFL-იც, ამერიკული ფეხბურთი, კოლეჯიც, NHL-ი, ჰოკეი, ძალიან მაგრად მიყვარს და ვუყურებ, ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე სტრიმებზე. კი იქ NBA რა თქმა უნდა, იქ შესვენებები, ბაზარი არა უხდება. ეს უხდება ამერიკულია, მაგრამ აი სოკერი, კიდე სოკერს ეძახიან, რავი, ბიზნესია. არ უხდება ფეხბურთს, ეს პაუზები, ისედაც საშინელება იყო, ნელი ტემპი, აი რავი. სხვათა შორის ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ, რაღაცა ფორმატი უნდა მოიფიქრონ, არ ვიცი ხა მე როგორც ფეხბურთის მოყვარული ადამიანი და რავი, ბავშვობიდან 5-6 წლიდან ფეხბურთს უყურებ და ყოფილი ფეხბურთელი და ასე შემდეგ. რავი, რაღაცა უნდა მოიფიქრონ რა. არ ვიცი, როდის ითამაშონ, ეხა ზამთარში რო ათამაშონ და რამე, ეგ იყო ნახეთ, ხო, მაგრამ არ ვიცი. ტიპები დადიოდნენ, გადაღლილები. დიდი ნაკრებები კატასტროფა, საშინელება რა. რა ვიცი, საშინელი მსოფლიო იყო რა. საშინელი. ფინალამდე მივალ, ჯერ არ მისულა. საშინელება იყო, ტიპები დადიოდნენ, რა ვიცი. ხო, რაღაცა უნდა მოიფიქრონ ეს ამდენი ნაკრებების რო შემოყარეს, რავი, კონკაკაფის ჩემპიონატი მეგონა, სხვათა შორის უყურებ ხოლმე აფრიკის თასს რა. იანვარში რომ იმართება ხოლმე რა, ეს ვარსკვლავები აფრიკის ბრუნდებიან ნაკრებში და თამაშობენ. დავიღალე კატასტროფა იყო, ასე მეგონა მაგ ჩემპიონატს უყურებდი რა. ბევრმა სუსტმა და ასე შემდეგ ისეთმა ნაკრებებმა შოქში ჩაგვაგდო. პირველი მაგალითი იყო კაპოვერდე. სასწაული, რომელიც ჩვენ ვეთამაშეთ და დავიწუნეთ, ვის გვათამაშებენ, ამხანაგური მაგათან და ნახეთ, ხო, კი არგენტინა გამოვაგდო რა. არ ვიცი, უფრო რასაც ვაკვირდებოდი რა, ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი დაკვირვებით, კიდევ ერთხელ 104-ვე თამაშს უყურე, ერთიც არ გამიმაზია. იყო 1-2 რო გამიმაზა, მაგრამ მაინც არა, ჯიუტად უყურე რა, რომ მაინტერესებდა რა და ჩელენჯივით მოუწყე, რომ აი მოდი რა. აბა ბოლომდე თუ გაუკეჩო. სხვათა შორის ბევრიც ამყარა, ბევრი ჩემი გამომწერი. დაიწყო მასე ყურება და ბევრი ხათ კომენტარებში დაწერეთ, ვინ უყურეთ. როგორ არ მოიტყუეთ, ხა რატომ უნდა მოიტყუოთ, ხო ბევრი იტყუება ხოლმე, როგორც ფუტბოლში. ერთ გახსნაში ნიკოლოს ის დავაგდე პელე და რამე ესეთები არა, აი ჩესნა დაწერეთ რა. როგორ არ მოიტყუოთ რა. გთხოვთ.
დაფიცებულია. მესიზე ან რონალდოზე, ან ერთის გულშემატკივარი იქნება, ან მეორეს. ხო, მოკლედ რა, კატასტროფა იყო საშინელება. მე ვაფიქსირებ ჩემ პირადად, ხა არ მაინტერესებს ხა იმ კომენტატორმა რა თქვა, ამან რა თქვა, იმან რა თქვა. მე რაც ვნახე, რაც დავინახე, როგორც ფეხბურთის მოყვარული, როგორც გამოცდილება, რავი, დაგროვილი და ასე შემდეგ. რავი, ხა ვინც მიყურებთ, ანალიზებთ ხო, რომ რაღაცა მესმის, არ ვიცი, რავი. საშინელება იყო, კატასტროფა. არ მივესალმები ამდენ ნაკრებებს, რავი. 32 უნდა ყოფილიყო, ხო და იყო 46. თუ მეშლება ციფრები, ხა ეს ვიდეო იწერება სტრიმის შემდეგ, 5 საათიანი სტრიმის შემდეგ, მთელი ემოციები და რამე გაფანტული მაქვს. თუ ამერია დამიწერეთ კომენტარებში, მადლობის მეც არაფერს არ გეტყვით პირიქით შესწორებისთვის. კატასტროფა იყო რა. ნუ გავიგეთ რა ხო აი ჩვენი ნაკრებებისთვის, სუსტი ნაკრებებისთვის კაია. ეხლა როგორც ჩვენთვის ერთა ლიგა და ნახეთ ხო რაღაც ისტორია დავწერეთ რა. კი ბატონო, მაგრამ სანახაობრივად როგორც განა ბარსას გულშემატკივარი, როგორც ფეხბურთის მოყვარული ვამბობ, კატასტროფა, საშინელება იყო რა. ფეხბურთელები გადაღლილები ის ჯერ მესამე ადგილისთვის რო იყო თამაში, გავიგეთ 6-4 მორჩა, მაგრამ უბნის ფეხბურთი იყო რა. კომენტატორმა მართლა მაგარი თქვა ნიკოლოზმა, რომ რა ქვია, ერთ-ერთ უბანშიო იმენა ფეხბურთი, უბნის ფეხბურთი იყო. რავი, მეორე ტაიმში, რავი, დეშამა ალბათ დაუჩოქა, რომ გაიტანეთ, გთხოვთ, ასე უსირცხლოდ არ გამასწროთ და 6-4, ნუ FIFA-ს ანგარიში დასრულთ FC-ს. არ ვიცი, რაც შეეხება, რავი რა, გეტყვით რომ ეს ის სოფლიო ჩემპიონატი არ იყო, ამის გამოცდილება მაქვს, ნუ დავიბადე 1991-ში პირველად სოფლიო ჩემპიონატი ვნახე და ბუნდოვნად მახსოვს, მგონი 98 იყო, ხო, შეიძლება, ხო, 98. მოკლედ გეტყვით, ხორვატია რომ მესამეზე გავიდა, მგონი ხო 98 იყო, შუკერი. აი ძალიან ბუნდოვნად რა, აი ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. და იმის მერე დიდი მოყვარული ვარ, მე იქ რივალდო დავინახე, ნუ კიჭა რონალდომ, ნამდვილმა რონალდომ, კიჭა რონალდომ, ნაზარიო რონალდომ შემაყვარა ფეხბურთი, მე იქ რივალდო დავინახე, რივალდო მე სხვა ფორმით, ლურჯ ბროწეულში, მეთქი ეს რივალდო ბრაზილიაში არ თამაშობს, ჩემი ბავშვური რაღაცა გემონებით და ლოგიკით დამეოსა ბარსა და ასე მოვდივარ ბრაზილია და ბარსას გულშემატკივარი ვარ, ნუ TikTok-ზე და იქ რეაქტებზე ბევრს ერევა ხოლმე, ვისი ფანი ხარ, იბნევიან, რატო იბნევიან? იმიტომ იბნევიან, რომ ფეხბურთი მიყვარს რა, იქ უკვირთ ბარსას ფანს, რომ ბაპეს გოლზე ოვაციებში ვარ და რამე რა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ფეხბურთი მიყვარს და მე სხვა დანარჩენი რა და იცოდეთ როგორც გიჟი გადარეული და გულშემატკივარი და ფანი ვარ ნაკრები და ბრაზილია და კლუბებიდან ბარსელონა. ნუ ეს ბარსა და ეს ყველაფერი რომ გავწევი, ეგ თავისთავად ჩვენი ნაკრები, საქართველოს ნაკრები, ჩვენი ქვეყანა და დინამო თბილისი. ნუ დინამო თბილისი, იმიტომ რომ ლოკაციურად თბილისში დავიბადე, გავიზარდე და დინამო თბილისმა შემაყვარა რა. თორე ევროტურნირებზე ყველა კლუბს დიდი რესპექტი და პატივისცემა რა თქმა უნდა. მოკლედ, ხო? ვაგრძელებთ, სად გავჩერდი? ხო, სოფლიო ჩემპიონატს რატო უყურეთ? ვის გამო? 8 კაცის გამო. 8 კაცის გამო. ვინ? მბაპე, ჰალანდი, მესი, რონალდო, იამალი. ხო, ნუ კიდე სხვა დანარჩენი რა, ეხლა ცოტა გათიშული ვარ, ვეღარ ვაზროვნებ. მესი თქვი, არ ვიცი, ხო, გამომჭა, სხვა დანარჩენი კიდე, რავი, კურტუა. ასე შემდეგ მიაწერეთ რა, იქ 10 კაცი მეგობრებო, ძველ სოფლიოზე, ხო? ერთ ნაკრებში თამაშობდა, აღვიღო ძველი თამაშგარაში მყოფი იტალია, სამარცხვინოა, ხო? ფეხბურთის მოყვარულ ხალხისთვის ცუდია, რომ იტალია არ იყო სოფლიოზე. თორე ეხა გერმანიის გულშემატკივარი ხარ თუ ბრაზილია, შეიძლება არ გევასებოდეს იტალია, ბაზარი არა, მაგრამ როგორც ფეხბურთის მოყვარულ კაცს და ქალს და მანდილოსნებს და მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთი ყველასია, იტალია რო არ არის სოფლიოზე, საშინელება იქ თავის პრეც და იმას კარგავს, რომ სოფლიო უხდება იტალია და კიდე რამოდენიმე ბევრი ნაკრები არ იყო რა. ხო და მოკლედ იმ ერთ ნაკრებში იყო ამდენი ვარსკვლავი რა, იტალიაში არ ჩამოთვლი ნესტა, მალდინი, დელ პიერო, კანავარო, ბუფონი ეს არ გავაგზავნებ რა. და დღეს 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 8 კაი
10 კაცი იყო ვარსკვლავი, ნეიმარი ხო გამორჩა. ვინც გამორჩა დაწერეთ კაცო არაუშავს, იმედია მიხვდით რასაც ვამბობ გამოიტანთ დასკვნას, ხო? 10 კაცის გამო ვუყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს. დალში სუფეხებზე გვეკიდაჩ. აღარ არის ის ფეხბურთი რა. კი, ეხაც ამბობენ რომ აი ტოტალიზატორები გაყიდულია, გადაყიდულია, გავიგე ხო, შეიძლება დაბალ დივიზიონებში, მაგრამ ჩემი აზრით მსოფლიო ჩემპიონატზე და დიდ ლიგებში რთულია რომ ჩააწყო. შეიძლება ჩააწყო, მაგრამ ბიჭო, რო აწყობ, იქ ბევრი დამკვირვებელიც გაკვირდება. რომ ვინ აწყობს როგორ და მე რავი დედას უტირებენ, გააქვებენ, ნუ დაშიან რა ადრე თუ გვიან, მაგრამ მსოფლიო არ ამგონია, რა ვიცი, შეიძლება რაღაცა ყოფილიყო, მაგრამ არ ამგონია ესე ჩესნათ, რომ ფინალი გაყიდონ და რა სღაპარია და ვინც მასე ფიქრობთ. ჩემი რჩევა რომ ფეხბურთს საერთოდ აღარ უყურებთ, იმიტომ აზრი არ აქვს, მუღამი არ აქვს, ესე რომ დაშდე და ჰე, გაყიდულია სისულელეა რა. ხო და რავი რა არ უყუროთ ეგეთებ, მაგრამ რავი, ჩემი თხოვნაა თორე, რავი, დალში ორი ყური გაქვთ, ერთი შევშვი, მეორეში გამოვუშვით. სოფლიოზე ხა რასაც ვაკვირდები, ტიპები ჰიმნის დროს ტირიან და რავი, ეგეთი კაცი თან, რავი, ამდენი მილიონი გავიგე რომ ამდენი მილიონი გაგზევიდან ამდენი მილიონი რატომაც არა მოდი გავყიდოთ არ ტყუილი. კაი, ნუ ეს ხა სხვაგან წაგვიყვანს რა. მოკლედ ხო 10 კაცის გამო ვუყურეთ სოფლიო ჩემპიონს. აღარ არის ის ძველი ფეხბურთი. ძველი ფეხბურთი მოკვდა, რავი, 2016 იყო რა. ნუ აი ეს კაკა, ზიდანი, რონალდო, რონალდინიო, ესეც მესი, რონალდო, მეგობრებო, რატო ხართ გაღიზიანებულების რონალდოს გულშემატკივრები, აი რატო, ხო? დასანანი არ არის, ერთიც მიდის და მეორეც მიდის. ნუ ნეიმარზე საუბრებია რომ შეიძლება კიდე ითამაშოს, მაგრამ ვაი მაგ ნეიმარს. ჯერ ეს ნეიმარი რა იყო, წონაში მომატებული და რა, ნუ გავიგეთ ხო, ტრავმა ქონდა რამე რომე, მაგრამ მეგობრებო, აი მეც 35-ის ვარ, 30-ს რო გადაცდებისო, შენი ორგანიზმი იცვლება, მეტაბოლიზმი კატასტროფა ხდება. ადრე თუ ის ენერგია მქონდავსო, დღეს აღარ, სისწრაფე გაკლდება. რონალდომ როდის დააკლო, ხო? რეგრესი როდის დაიწყო? ბოლოს ეხლა მანჩესტერ იუნაიტედში რო იყო, ხო? ჯერ ხო გამიხარდა, ეხლა სად იყავით თქვენ, ეხლა ბევრმა კრისტიან რონალდომ შეგაყვარათ, მაგრამ მე ბარსას გულშემატკივარი გეუბნებით, რონალდოს იმიტომ უყურებდი უпростоრით მანჩესტერ იუნაიტედის თამაშებს უყურებდი რონალდოს გამო რა. ნუ იქ თამაშობდა, სად იყო, ხო, ეხლა სანამ რეალში გადმოვიდოდა, ხო? მევასებოდა, რა თქმა უნდა, დიდი რესპექტი, წარმატებები, სასწაული თავის ჟილკით, ჟინით, ეგოისტობით, ეგეც მონდომებით და უზარმაზარი შრომით ტიპმა რა ვიცი რა. მეს ნიჭიერიც რა თქმა უნდა, მაგრამ ნიჭიერებაში მესი უფრო სხვა ლეველია რა და მიმებიც კეთდებოდა, რონალდო გიჟივით დარბოდა, ვარჯიშობდა, მესის ესე ეძინა რა. ხო და ეგეთი ამბებია, მეგობრებო, არ უნდა დაიბოღმოთ, ხო? ნუ როგორც ფეხბურთის ენაზე ვიკამათ, იმის იქით არა, ეხა იქ შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთში და რამე კატასტროფაა რა. უბრალოდ ფეხბურთის ენაზე რო ვიკამათოთ რა. არ უნდა დაიბოღოთ, იმიტომ რომ აღარ არის, ვერ ვხედავ. ნუ გავიგეთ ბაზარი არა, მბაპე, მართლა მაგარია, ჰალანდი, იამალი, რაფო, ვინისიუსი, ხო ეგ ხალხის გამორჩა წერან იმ მათკაცში. და ასე შემდეგ. არა, მესი რონალდოს სხვა ლეველი იყო და იმა დროს ვაფშე სხვა ზიდანი, რონალდინიო, კაკა, იბრა აღარ ჩამოთვლი, ხო ხდებით რა, სხვა ფეხბურთი იყო. 2026-ში ვაფშე სხვა ფეხბურთია რა, წავიდა რა, ნენელა არ ვიცი, კვდება ფეხბურთი. სანახაობა ნული. ეს მსოფლიო ჩემპიონატი იყო საშინელება. ფინალი. გადავიდეთ ფინალზე და ალბათ ბოლო არის, ჩემი სიტყვა ძალიან რო არ გაიწევს და დიდი ვიდეო რო არ გამოვიდეს. მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის, რავი, 19 ივლისი იყო. კი ბატონო, მსოფლიო ჩემპიონატი იყო კატასტროფა. საშინელება. ჩემი რჩევა, ვისაც არ გაქვთ ნანახი, უბრალოდ 94-95 წუთზე გადარდეთ და იქიდან უყურეთ. იმ დროს და რავი, მოიმარაგეთ პოპკორნი, რავი, სამი სნექი და უყურეთ. იქიდან დაიწყო დაძაბულობა, მაგრამ კატასტროფა. ჯერ იმ ფერან ტორესი რო გაიტანს და მაგით რო გაიმარჯვებ იმ ნუ არა ესპანეთს ეკუთვნოდა კაცო იმას კი არ ვაწვევი რომ რაღაც უბრალოდ ხო ნუ სასაცილოა ხო ბარსას ფანები გაგიჟებულები ყავართ ფერანზე ფერან ტორესმა გაგვაწამა რა დემბელე 2 იყო ნუ ტიპა მოაგებინა ესპანეთს
მეგრევე გამაჩვენა, მაგრამ მაინც ვერ გავჩვენდები, ნუ დიდი ალბათობით PSG-ში გადავა. ღმერთმა ხელი მოუმართოს. იდეაში კაი იყო ფერან ტორესი ადრე ძველად რა, როცა დაიწყო ესპანეთის ნაკრებში, მაგრამ მაგის ვერდიქტი და ჩემი დასკვნით მაგას აქვს დიდი წნეხი ფერან ტორეს ბარსაში. ვერ იხსნება, შებუჭილია. უჭირს, როგორც თავის დროზე იყო დემბელე. აჰა, დემბელე გადავიდა ტიპმა, რავი, იფრინა. და მაგას როდის ვამბობდი, ხო, სანამ გადავიდო და მეთქი ეს კაცი იმ დროს ვაწვებოდი არსენალში თუ გადავიდა, ნახეთ მაგარ სეზონს დადებს მეთქი. და გონი პარი სენ-ჟერმენის თქვი და ტიპმა უკრეს ბურთი და მართლა მაგრად ითამაშა ეგ სეზონი დემბელე მეხა მართლა ვიღაცა არ გეგონოთ მოძულე და რამე, მაგრამ დემბელეს იმიტომ ვაგინებს ცენზურის ფარგლებში და ასე შემდეგ, რომ იცით ხო, PSG ბარსაზე ჩავირო გაგდეს, ტაში დაუკრა და კაროჩე. გაგვაგიჟა და ბარსაშიც რო თამაშობდა. მოკლედ ხო, კატასტროფა ფინალი იყო. ჯერ ბიჭო სტატები ნახეთ ხო, სტრიმზე 100 ჯერ გაჩვენეთ. კარში დაარტყმა არგენტინას 0. კარში დაარტყმა ზუსტი 0, ესპანეთს 12. და ეხა ნახე. უბრალოდ დაარტყმა. ანუ აქ არაზუსტიც და ზუსტ ყველაფერი ითვლება. 20 ესპანეთს, არგენტინას 2. ამაზე პაზორი, ამაზე რა სირცხვილია რა. მესის გარეშე არგენტინა იყო უბრალოდ ჩვარი. კატასტროფა რა. არ ვიცი ხა მესი რო უეჭველი წავა დარწმუნებული ვარ, ხო, გონია ხო რა, ბოლო იყო ლასტენსი იყო. გამორიცხულია მესი ამან აღარ გაჩერდება. არ ვიცი, მაშინ ლაუტარო, ან რავი, ეს ალვარესი ბარსაში არ დავინახო საშინელება. ნუ გავიგეთ ის ერთი გოლი გაიტანა რამე, სადაც არის კარგად თამაშობს ატლეტიკოში. ბარსას წინააღმდეგ კარგად გამოსცეს თამაში. ცუდი. ნუ კი უნდა მარტინეს ბარსაში, მარტინესი კი არა და ალვარეს ბარსაში, მაგრამ ატლეტიკო კიდე სხვა ცენზურაა და მაგას არ განვიხილავ, რასაც აკეთებს. და დაცინის ხან რეალს, ხან ჩვენ და ნუ ასე შემდეგ ბარსას კლუბს შემატკივრებს რა. მოკლედ საშინელი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, მოკლედ დასკვნა. ნუ დეტალები ჩამოგითვალეთ, კატასტროფა, ფეხბურთელები გადაღლილები, საყურებლად სვარკა, იყო 2-3 თამაში გამორჩეული, კაპოვერდე, Big W იყო ჩახ, ძალიან მაგრად ითამაშა. რავი, გაგვაკვირვა. ასევე იყო, ნუ, აი ინგლისი და ნუ საფრანგეთს ყველას ხო გვეგონა რომ საფრანგეთი ჩემპიონი, მაგრამ თუ ისე დაემთხვეოდა ფინალი საფრანგეთი ესპანეთი რა. ნუ ესპანეთმა დაიმსახურა რა თქმა უნდა, ესპანეთმა დაიმსახურა. გახდა ჩემპიონი, ნუ უფრო მეტი მეგონა ფინალში, მაგრამ ნუ ალბათ არგენტინა დაუდგა ისე ათამაშა ტაქტიკურად. ალბათ კარგად ეთამაშა არგენტინა და ესპანეთი შებოჭა რაღაცეებში. საფრანგეთთან პირიქით იყო 360 გრადუსის სხვა გუნდი იყო, ესპანეთმა უბრალოდ გააქრო. და ფინალში მაგას ვერ იტყვით, რომ ესპანეთმა არგენტინა გააქრო. ალბათ ისე ითამაშა არგენტინამ, რომ ესპანეთი ვერ ათამაშა. და არგენტინაც რა მაგათმაც ვერ ითამაშა, იმიტომ საერთოდ გამოვიდა, რომ კატასტროფა ფინალი იყო რა, რავი, საშინელება იყო რა. რავი, მე არ მომეწონა. არ მომეწონა, ხო, იქ კიდე ოქროს ხელთათმანი, არ ვიცი, გავიგით, რომ ერთი გოლი გაუშვა უნაი სიმონმა, მაგრამ ბევრი სპორტული ასე თქვათ, შემფასებლები და ბევრ კომენტატორსაც უთქვამს, რომ უნაი სიმონი, აი, ძალიან გადაობა, არასტაბილურია მართლა, ფეხით თამაში პიზდეცია და ასე შემდეგ რა. რავი, ჩემი აზრით მაინც მარტინეს ეკუთვნოდა რა. არგენტინის მეკარის სასწაული ბურთები აიღო, რა ვიცი, 3-4 მკვდარი ბურთი გამოაძრო რა. ძალიან მაგრად ითამაშა რა. ძალიან. ხო, მოკლედ რა, ხო, ნუ როდრიზეც იყო კამათი იქ ახსენი როდრიზზე სტრიმზე, რომ მოკლედ იამალი ვერ გახდებოდა, მეგობრებო, იამას ტრავმა ჰქონდა, სანამ სოფლიო ჩემპიონატი დაიწყებოდა 1-2 კვირით ადრე. ვერ ითამაშა, ჩააგდო, ნუ ფინალში რაღაცა ის იამალი არ იყო, რაც ბარსაში ვიცით, მაგიტო ვერ მისცეს. ოიარზაბალი ავტორიტეტი არა, ოიარზაბალია მაგრად ითამაშა, რო ყოფილიყო ჰალანდის ავტორიტეტი და ცნობადობა და ასე შემდეგ ოიარზაბალი, ალბათ ოიარზაბალი. ნიკო ვილიამსი არ ვიცი, ტრავმა ჰქონდა, რატო არ ათამაშებდა, ეგეც არ ვიცი. ვაფშე მეკარე რაია რატო არ ათამაშა, ეგეც არ ვიცი. ნუ ჟუან გარსიაზე ხო არ ვამბობ. ნუ რაია რატო არ ათამაშა, მაინც ვერ ვხვდები. პედრი, კაცი, რავი, ძალიან მაგარია, მაგრამ ტიპებმა გადაწყვეს პედრი. საერთოდ ჩააგდო. და შეტენეს როდრის რა.
ნუ ბევრი წერდით იქ რომ კუკურეიაო და რა ვიცი. ეკუთვნოდა, მაგრამ რავი, მაგასაც სახელი ეკაფუჭებული გერმანიასთან რაც მოხდა. რავი, როდრის მისცეს რა და რაც შეეხება როდრი, ჩემი დაკვირვებით ხო გითხარით 104-ვე მატჩს უყურე. როდრი რაღაც მომენტებში წაუპრაიმებდა რა, იცველი როდრი რო იყო უსასწაულისი, მომენტებში იყო ეგ. და მასი გადაწყვეტეს და ჩაახუტეს მისცეს რა. ოქროს ბურთს ვინ მოიგებს მართლა არ ვიცი. ნუ ხვიჩაზე გითხარით, სოფლიო რო არა, უეჭველი ხვიჩა მოიგებდა ოქროს ბურთს, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ვიც სოფლიოს იგებს, იმას აძლევენ რა და არ ვიცი. დაწერით კომენტარებში ვინ მოიგებს ოქროს ბურთს, ვინ აიღებს, მართლა არ ვიცი, მაგრამ ყვარა რომ ტოპ 3-ში უეჭველი გავა, ცნობილია. იამალმა ოქროს ბურთი რომ მოიგოს, არ ვიცი, უბრალოდ რავი, არ ვიცი. კიდევ ერთხელ გეტყვით, ტრავმა რო არა, იამალი ალბათ, რავი, ულაპარაკოდ დაადებდა. არგენტინას რომ მოიგო, მესი აიღებდა რა თქმა უნდა და რა ვიცი, მესიზე არ ვიცი. სხვაგან არის, სხვაგან ზუმელებაში იქნებოდა იმ დროს რა. იმიტომ რომ მესიზე მეცინება რომ რაღაცეები მაინც დაასდევთ მესის რა, აკრიტიკებთ და მესიმ განადგე ამ სოფლიოზე სხვა რაღაცა დაამტკიცა და მესის დაამტკიცებული ლეგენდობაზე ქონდა 5-10 წლის უკან მეგობრებო. მესი ახლა არაფერს არ ამტკიცებდა მაგ სტატუსზე. მესი ამტკიცებდა სხვა განზომილებას, არა მიწირი და მართლა რა ვიცი, მარსიელია, რა ვიცი, სხვა პლანეტელი იყო მესი ამ სოფლიოზე, მაგას ამტკიცებდა, მაგას რომ მოიგო მეორე მსოფლიო თასი, არ ვიცი. აი მაგას დაამტკიცებდა და არა ის, რომ ლეგენდა არის 10 წლეულია. მესიზე სხვა რა უნდა თქვა. ნუ სამწუხარო ვარო ეგაა დრო გადის და არ არის რა ეს მუდმივი ფეხბურთი, მაგრამ ბრავო, დასაფასებელია. მადლობა მესისაც და რონალდოსაც და რონალდომ არ ვიცი, შოქში ჩამაგდა. ევროზე ამბობენ ითამაშებენ და რამდენად ითამაშებს არ ვიცი, 51 წლის ასაკში რომ ასე დონეს დებ კრისტიანო რონალდოზე მაქვს საუბარი. Absolutely cinema ჩაატარა. ბრავო, მართლა რონალდოს და მადლობა მასაც, რომ ესეთი კაი ფეხბურთი ითამაშა და გვასიამოვნა ყველა მთელი ფეხბურთის გულშემატკივრები დავა კონკრეტებას. მოკლედ რა ვიცი რა, პირველი არის, ცოტა შეიძლება ვერ დავალაგე აზრები, მივედმოვედე, მაგრამ აზრი გამოიტანეთ, თუ ვერ გაიგეთ, გადაახვით. თუ გაგისწორდებათ ასეთი ვიდეოები, ნიშნულოვან თამაშებზე ჩემპიონთა ლიგაზე რომ ესეთი ვიდეო ჩავწერო, დამიწერეთ რომ ნიკოლოს მოგვეწონა და კიდე გააკეთე შეჯამება და ასე შემდეგ თამაშების რა. ოღონდ როგორ იცი რომ დამთავრდება მეორე დღეს რომ დაიდოს ვიდეო რა. სიახლე იქნება ესეც, რავი, ერთ-ერთი შემოვიტან ასეთ სტილის ვიდეოს, რავი, თუ გაგისწორდათ, დაწერეთ კომენტარებში. ასევე რაზეც ვისაუბრე, აბსოლუტურად რასაც ფიქრობ, დაწერეთ. თუნდაც არალოგიკურია, ლოგიკურია, წავიკითხავ ყველა კომენტარს და რავი, დაგიმშვიდობებით, არ დაგავწყდეთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოვიწეროთ ზარეზღილაკით და შემდეგ ვიდეომდე რა. მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ ესპანეთის გულშემატკივრებს, დაიმსახურეთ 1000%-იანი და ასევე ბარსას გულშემატკივრებს გილოცავთ. ფული წამოვა FIFA-სგან 10 მილიონამდე, ინფანტინო, შენი არასწორი. და ბარსასთვის კაი. ასევე ნუ სამწუხაროა მესისთვის. მესი რა ვიცი. რა უნდა ვთქვა, არაფერი, მესია. და მოკლედ რა ვიცი რა. დროებით და დაწერეთ ამდაგვარ ვიდეოებზე რას ფიქრობთ, გადავიღოთ თუ არა. ან ნიშნულოვანი თამაშის შემდეგ განხილვა. კარგად.